Წულუკიანის კიდევ ერთი წაგებული საქმე სასამართლომ უკანონოცნო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან რესტავრატორი ანი შეროზიას სააგენტოდან გათავისუფლება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 29 მარტს მიიღო. გარდა განაცდურის ანაზღაურებისა, სასამართლომ ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზიას სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე სააგენტოს დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის გადახდა და ანაზღაურება ანი შეროზიას სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო. ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგეს, დარჩენილია კიდევ 70-მდე სარჩელი. Ამდენი სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ სასახარო ეს ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა ქალბატონ წულუკიანის თამადობით, უნდა ჩამოშორდეს ამ სამინისტროს და გადადგნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ყველა გათავისუფლებული, ასე ვთქვათ, თანამშრომელი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს, ქალბატონი უნდა გადადგეს და თავისი, ასე ვთქვათ, ზონდერები უნდა წაიყვანოს ამ სფეროდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ პრემიერ-მინისტრს შეხვდეს, ჩვენ მას დაუსაბუთებთ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი არის სავსებით შეუსამამო ამ ასე თანამდებობასთან, მისი არაადეკვატური პოლიტიკა არის დამანგრეველი როგორც ქართული კულტურისთვის, ასევე ზოგადად ჩვენი სახელმწიფოსთვის.